მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ, მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს არხის მოწონებისთვის, უკუკავშირისთვის და მე გეტყვით, რომ ერთ კვირაში უკვე შემეძლება პირად კონსულტაციებზე ჩაგწეროთ, ვისაც გსურთ. შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე. და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნას გავითვალისწინებ და კითხავთ აროს. როგორი ქალი ხართ მის თვალში? როგორ აღგიქვავთ ეს ადამიანი ახლა? როგორი ქალი ხართ მის თვალში? გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი, როგორი ქალი ხართ მის თვალში? პირველი ვარიანტი იყოს ანგელოზი და მეორე ვარიანტი იყოს ეს გოგონა. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ, ინტუიციურად აირჩიეთ ის ვარიანტი. გადავდოთ მეორე ვარიანტი და მოგესალმებით პირველებო. მაშასე, ვინც აირჩია ანგელოზი. როგორი ქალი ხართ მის თვალში? ნახოთ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ხართ ინტელექტუალი ქალი, რომელსაც აქვს საუკეთესო განათლება, გონება, მოსდევს ამ ადამიანს, შეუძლია კარგი ანალიზის გაკეთება, მაგრამ ამავე დროს არის ცოტა მკაცრი, ცოტა ცივ ენერგიებში, რომელიც დიდად არ გამოხატავს თავის გრძნობებს. თქვენ მის თვალში ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია მტკიცედ მიიღოს ერთპიროვნულად ესა თუ ის გადაწყვეტილება, ქალი, რომელიც თავისი გონებით მართავს ყველა სიტუაციას და ქალი, რომელსაც შეუძლია კაცისგან დამოუკიდებლად მიიღოს ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება. თუმცა თქვენ შეიძლება ახლა ამ მომენტში გაბრაზებული იყოთ ამ ადამიანზე და ეს ადამიანი თქვენგან სიცივეს გრძნობდეს. როგორი ქალი ხართ მის თვალში? შეიძლება ცოტა ეჭვიან ადამიანადაც მოგიაზრებდეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. როგორი ქალი ხართ მის თვალში? მის თვალში ხართ ადამიანი ინოვატორი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ახალი შემოიტანოს ცხოვრებაში. ძალიან სექსუალური ქალბატონი ხართ ამავე დროს, თუმცა რაღაც მომენტში თქვენს გრძნობებს და ემოციებს კეტავთ. მაგრამ შეიძლება აი ამ მომენტში თქვენ იყოთ პაუზაზე და სწორედ ამიტომ გრძნობდეს თქვენგან სიცივეს ეს ადამიანი. კიდევ ვიკითხავ, როგორი ქალი ხართ ადამიანის თვალში? ხართ ქალი ლამაზი, კომფორტის მოყვარული ასევე, რომელსაც
რომელსაც აქვს თავისი საქმე, შეიძლება თქვენ წამყვან პოზიციაზე მუშაობდეთ სამსახურში, ან პროფესიონალი იყოთ და კარგი შემსრულებელი თქვენი საქმის, თუნდაც დიასახლისი იყოთ, ქალი, რომელიც უვლის თავის თავს, იქმნის თავისთვის კომფორტს და ქალი, რომელსაც შეუძლია როგორც სურს, ისე წარმართოს სიტუაცია, შეაჩეროს, როცა სურს ურთიერთობა, ან დაიწყოს და ძალიან პოზიტიური გზით წაიყვანოს ეს ურთიერთობა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი. მოდი მანარას ვკითხოთ ახლა, როგორც ქალი სექსუალური თვალსაზრისით, როგორი ხართ მის თვალში, როგორი ქალი ხართ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენს შორის არის რაღაც სხვაობა. შეიძლება ეს ადამიანი უფრო მაღლა გაყინებდეთ თავის თავზე და ფიქრობდეს, რომ თქვენ ბევრად ჯობი ხართ მას, ფიქრობდეს, რომ თქვენ ყველაფრით აღემატებით მას. თითქოს რაღაც მომენტში აშინებს თქვენთან ურთიერთობა ამ მამაკაცს. შეიძლება ეს შიში იყოს დაკარგვის შიში, თქვენი დაკარგვის შიში. როგორი ქალი ხართ? ისევ იგივე საიამ დასტაზეც გვიჩვენებს ტარო, რომ მის თვალში ხართ ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თუ თქვენ ახლა კონტაქტზე არ ხართ, თქვენ ის ქალი ხართ, რომელიც პირდაპირ არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება პატარ-პატარა მინიშნებებით თქვენ მიანიშნოთ, რომ სადღაც თუნდაც მისგან შორს არსებობთ. თქვენი სილამაზით იმდენად ასხივებდეთ, რომ ეს არის ადამიანისთვის ნიშანი და იმპულსი, რომ თქვენ არ ხართ, არც ისე შორს ხართ მისგან. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, როგორი ქალი ხართ. თქვენ ხართ ქალი, რომელიც კარგად ჩანს საზოგადოებაში, ქალი, რომელიც შეიძლება მას სოციალური ქსელითაც შორიდან აკვირდება. ხართ ცოტა იდუმალი ქალი ამავე დროს და ვარსკვლავი ქალი, რომელსაც შეუძლია ყველა მამაკაცი დააჩოქოს თავის ფეხებთან. ქალი, რომელიც ცნობადია, გამორჩეულია გარშემო მყოფებში. შეიძლება თქვენ ბლოგერი ხართ, მსახიობი ხართ, ან მოკლედ თქვენს სივრცეში, სადაც ხართ, გამორჩეულ და ცოტა მიუწვდომელ ქალად აღგიქოთ. მადლობა პირველებო, რამდენად რეზონირდა, მე ველი თქვენგან უკავშირს და ახლა მოგესალმებით მეორეებო, ვინც ავირჩიეთ აი ეს გოგონა. მოგესალმებით მეორეებო. ქალი იდუმალი, ქალი შეუცნობელი, მის თვალში ხართ იდუმალი, შეუცნობელი ქალი, რომლის შეცნობა ვერ მოახერხა ამ მამაკაცმა. არ ესმის, რატომ გეცვლებათ გუნება განწყობილება ასე მალე და თუ თქვენ თავს დაუკვირდებით, ალბათ აღმოაჩენთ თქვენშიც აი ამ ცვლილებას. თუმცა ეს იმ ადამიანის ფიქრებია თქვენს მიმართ,
თუმცა ძალიან ქალური ხართ, ქალურ ენერგიებში ხართ, შეიძლება ხშირად ებუტებით ამ ადამიანს და ხშირად ვერ იგებს ეს ადამიანი. რატომ ხართ ასე ცვალებადი და იდუმალი? ქალი ხართ, რომელიც თითქოს ვერ აკეთებს არჩევანს. ქალი ხართ, რომელსაც აქვს რაღაც ბარიერები აი ამ ურთიერთობაში. შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი ქორწინებაში იმყოფება და ბარიერებს და წინაღობას სწორედ ურთიერთობაში ეჭვიანობას იწვევდეს სწორედ მესამე პირის არსებობა თქვენს შორის და შეიძლება თქვენ მანძილზეც კი იმყოფებოდეთ ერთმანეთისგან ახლა. სწორედ აი ამ მიზეზით, რომ თქვენ შორის არის რაღაც ბუნდოვანი, რაღაც წინაღობა, თითქოს ეჭვიანობა. როგორ ქალად აღგიქვავთ მეორეებო, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ქალი ახლა მიჩვენებს, რომ თქვენ წასული ხართ ურთიერთობიდან და პაუზაზე ხართ ახლა და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ ვიცი მე თქვენი ასაკი შეიძლება არც თუ ისე თინეიჯერი ხართ, თუმცა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ბავშვივით იქცევით რაღაც მომენტში. ამავე დროს ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენ იმაზე ახალგაზრდად გამოიყურებით, ვიდრე რეალურად ხართ. ხიბლავს თქვენი აი ეს, თან ხიბლავს თქვენი აი ეს ბავშვობა ამ ადამიანს, თან აღიზიანებს ის, რომ თქვენ ხანდახან მას ამ ურთიერთობაში ბავშვივით ექცევით და ბავშვივით ცვალებადი ხდებით თითქოს. როგორი ქალი ხართ მის თვალში? ქალი, რომელიც იწვევს მასში ძალიან სასიამოვნო ემოციებს და მიუხედავად თქვენი აი ამ ცოტა მერყევი ხასიათისა აი ამ ურთიერთობაში, ადამიანი ფიქრობს, რომ მისთვის ხართ სტაბილური ადამიანი, რომელსაც შეუძლია მისცეს ემოციები, მისცეს თვითკმაყოფილება. ეს ადამიანი ისურვებდა თქვენთან ოჯახს და ისურვებდა, რომ თქვენი აი ეს ცოტა მერყეობა ურთიერთობაში და საერთოდ ზოგადად თქვენი ურთიერთობის ცვალებადობა გადასულიყო სტაბილურ ხასიათში და სტაბილურ ეტაპზე გადასულიყო. ეს ადამიანი, როგორც გითხარით, ცოტა ეჭვიან ქალბატონად აღგიქვავთ. მოდი მანარას ვკითხოთ ახლა. მანარას ვკითხოთ, როგორი ქალი ხართ მის თვალში. ქალი ხართ, რომელსაც უყვარს ფლირტი, აფიშირებს თავის, იცით თქვენი თავის ფასი, აფიშირებას აკეთებთ თქვენი სილამაზის, თუმცა ახლოს არ უშვებთ მაინც ამ ადამიანს ურთიერთობაში. რაღაც ბარიერებს უწესებთ და დისტანციას უწესებთ და არ უშვებთ აი ისე ახლოს, როგორც მას რეალურად სურს. როგორი ქალი ხართ მის თვალში? აქაც იმპერატრიცა მეგობრებო, ფიქრობს, რომ ყველა მხრივ შემკული ადამიანი ხართ, თქვენი ყველა ქალური ღირსებით, თქვენი შესაძლებლობებით. აი ასეთ ქალს ისურვებდა ის თავის მეუღლედ, მეორე ნახევრად. თუმცა მან მისთვის რაღაც მომენტში ეს მიუწვდომელია, ეს მისი ოცნება და ფიქრი და თითქოს აი ამაზე ძალიან ღელავს. რაღაც მომენტში შეიძლება თქვენ ფიზიკურ სიახლოვეზე უარსეუბნებით ამ მამაკაცს და ეს არ მოსწონს მას.
მას სურს თქვენთან ფიზიკური სიახლოვე, ის დაინტერესებულია ძალიან თქვენი სექსუალურობით და მას სურს, რომ ფიზიკური კონტაქტი გქონდეთ. როგორი ქალი ხართ მის თვალში. ძალიან განსხვავებული ხართ და აი როგორც გითხარით, შორიდან, თქვენ შორიდან შეიძლება მხოლოდ ინტერნეტით არის თქვენი კავშირი და სიახლოვე არ გაქვთ და თითქოს დისტანციას უწესებთ და ახლოს არ უშვებთ ამ ადამიანს. შეიძლება აი მხოლოდ შორიდან აძლევთ უფლებას, რომ ემოციები გამოხატოს ამ ადამიანმა თქვენს მიმართ. როგორ ქალი ხართ. ისევ მთვარე მეგობრებო, ისე ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს ამ ადამიანს და ძალიან იდუმალი ხართ ამ ადამიანისთვის, ამოუხსნელი ხართ და ისეთი ადამიანი ხართ, რომ აი თითქოს რომ ერთ ნაბიჯს დგამთ ამ მამაკაცისკენ, მერე უკან იხევთ ორი ნაბიჯით უკან. და ეს მამაკაცი აი ამაზე ძალიან ნერვიულობს და ღელავს. დაგემშვიდობებით იდუმალო ქალბატონებო და მე ველი თქვენგან უკავშირს მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით, დროებით.